დილამშვიდობის შესულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე ანკარა და ახლა უკვე ჰააგა ნატო სამიტის გარდა დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც იქნება ყურადღების ცენტრში, ვინაიდან ასამბლეის 33 ყოველწლიური სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს უყრიან კეჭს. რა გავლენას ახდენს ქართულ ოცნებაზე ამდენი კრიტიკული საერთაშორისო ანგარიში და დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ დოკუმენტებს ან თაროზე ათავსებს, ან სანაკლო ყუთში უშვებს. დღეს სამით დავიწყებთ. ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, თუმცა ვიდრე სტუმარი შემოგვერთდება, გადავხედოთ ბოლო სიახლეებს. დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჰააგის დეკლარაციას მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის ავტორი, რომელიც ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, ქვეყანაში დემოკრატიული გარემოს გაუარესებასა და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე მიუთითებს. დოკუმენტის თანახმად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები. გასულ ღამეს დედაქალაქში მოსულმა ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. უხმანალებმა პრობლემები შეუქმნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტსაც. ძლიერი წვიმისა და ელჭექის გამო ჩამოფრენის დარბაზის ნაწილი დაიტბორა, დროებით გაიჩშა ელექტროენერგია და უსაფრთხოების მიზნით მგზავრები შენობიდან გაიყვანეს. ადგილზე ტექნიკური ჯგუფები მუშაობდნენ, რის შედეგადაც ელექტრომომარაგება მალევე აღდგა. მოგვიანებით აეროპორტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ოპერირება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ ირანის სამხედრო ობიექტებზე ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ იერიში მიიტანა. ამერიკული მხარის განცხადებით ოპერაცია ირანის მიერ კომერციულ გემებზე განახლებული თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა. ვაშინგტონის შეფასებით თეირანის ქმედებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ღვევდა და საერთაშორისო ნაოსნობისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. ბატონო ირაკლი, აი გავყვეთ აქტუალურ საკითხებს და პირველ რიგში ქართული ოცნების და ცივილიზებული სამყაროს ურთიერთობაზე ვისაუბროთ, რომელიც არც ისე სახარბიელოა. ნატოს სამიტზე არ დაგვიძახეს, უკიდურესად დაძაბულია ურთიერთობები ევროკავშირთანაც, ისე როგორც მწვავე რეზოლუციაზე იღებენ ქართულ ოცნებასთან მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზაციები და აი სათითაოდ ვისაუბროთ მოკლედ ამ პრობლემებზე. უპირველესად კი მორიგი კრიტიკული ანგარიში, რომელსაც დღეს და ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე უნდა ეყაროს კენჭი. აი რას ცვლის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის საპროტესტოდ მიღებული, თუმცა საბოლოოდ თაროზე შემოდებული ამდენი საერთაშორისო ანგარიში, იმიტომ რომ ქართული ოცნების პასუხი არის შემდეგი: დაუსაბუთებელი ბრალდებების ფაქტებად გარდაქმნა ძირს უთხრის თავად რეზოლუციების მიმღებ საერთაშორისო ორგანიზაციებს. უტიფრობა ეფექტური იქნება, მაგრამ სანამ ის არ დაიჭრება, სწორედ აღნიშნეთ, ხო, მე რამდენი რეზოლუცია არის ევროსტრუქტურების საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ოღონდ ჩვენ ვხედავთ ამ რეზოლუციის შედეგებს. მათ შორის ევროკავშირის, ანუ ევროკომისიის პოზიციებში საქართველოს მიმართ, ხო. ერთადერთი რაც ჩანს ის, რომ საქართველო გამოთიშული არის მართალ ურთიერთობებში. ანუ ვიზიტები არ არის, ურთიერთობები არ არის, თუმცა ამ ეტაპზე ქართული ოცნების ლიდერშიპს ეს ნაკლებად აღელვებს. კარგად უნდა გავიგოთ, რომ ამ ადამიანების ერთადერთი სურვილი არის ძალაუფლების შენარჩუნება და ისინი მზად არიან თუ თავიანთ სკამებს შეინარჩუნებენ, გაწირონ ამ ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან, ნებისმიერ სტრატეგიულ პარტნიორთან. ამის დადასტურება არის პოლიტიკა, რასაც აწარმოებენ. ჩვენ დღეს არათუ არ აქვს პარტნიორები, ჩვენ ყავდა ერთი ქვეყანა, რომელიც გროვდა რუსეთი, დღეს ჩვენზე არის გადაკიდებული ყველა ამ ხელისუფლების გენიალური პოლიტიკის შედეგად, მთელი ცივილიზებული სამყარო. კარგი იყო რა ვთანეთ, ხო, ცივილიზებული სამყაროს ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან. აი ზუსტად ასე დგას საკითხი, ქართული ოცნება დაუპირისპირდა ცივილიზებულ სამყაროს. სანამ ცივილიზებული სამყარო ვერ მიხვდება იმას, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება ასეთი ტიპის რეჟიმების პრობლემების შექმნა, ну მანამდე მაშინ რატომ არ მიდის წინ ეს ლოგიკურად ის კითხვა, რომელიც თქვენი პოზიციის საპასუხოა, რომ ჩვენთვის არის ახლა ეს თემა უაღრესად აქტუალური, ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, თორემ
ევროპისთვისაც და ამერიკისათვისაც საქართველოს პრობლემა მეათე ხარისხოვნების რიცხვშიც არ არის, ხო? იმას აქვს ნომერ პირველი პრობლემა უკრაინა, მერე მთელი რიგი საკუთარი პრობლემები, ამერიკისთვის ეს არის ირანი, ახლო აღმოსავლეთი, ანუ ჩვენ არა ვართ დღეს აქტუალურები და დღეს ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიღაცა დაჯდება ევროპაში და მთელი ევროპა იფიქრებს იმაზე, რომ რა მოუხერხოს ქართულ ოცნებას, ეს ასე არ არის. ჩვენი ქვეყანა იჭება, ხო, ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ჩვენს გარშემო, მათ შორის ისეთებიც, რაც საქართველოს მონაწილეობით უნდა ხდებოდეს. და ჩვენ აღაფრში აღარ წერი ვართ, ასე ვთქვათ. ევროპელებიც ხშირად აქვს ხოლმე ისტორიაში ხშირად გქონია რაღაცა თავიანთი ცივილიზაციური მიდგომებიდან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია იმისათვის, რომ ავტორიტარები გამოაფხიზლონ. მაგრამ ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს საკმარისი არ არის. ხო, უშუალოდ უთო საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტზე ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ უშუალოდ ამ პროექტზე ქართულ ოცნებაში ვისმენთ, რომ ეს არის ერთი ადამიანის აკვიატება, რომელიც გადაეკიდა ჩვენს ქვეყანას თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ აკვიატებიდან ვერ გამოდის. იგულისხმება ჯო უილსონი, რომლის ინიციატივითაც მომზადდა სწორედ ის კონკრეტული ანგარიში, რასაც დღეს უნდა ეღაროს კენჭაი. თქვენ რას ფიქრობთ ჯო უილსონზე? ესეც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ამერიკელი კონგრესმენის პოზიციონირება შესაძლოა ბევრს მართლაც უტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ ის გადაკიდებულია ქართულ ოცნებაზე, რასაც ალბათ მისი კონკრეტული მიზეზები უნდა ქონდეს. ჯო უილსონი არის კაცი, რომელსაც 1991 წელს ჩვენ რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ, მაშინ თავისი შტატის სენატის თავზე აფრიალებინა საქართველოს დროშა. ჯო უილსონი არ არის კაცი, რომელიც რაღაცა შემთხვევით ან deep state-ის დავალებით დაინტერესდა საქართველოს, ხო? 36 წლის წინანდელ ისტორიას გეუბნებით, რაც ამერიკის მოსახლეობის 99%-ისთვის ჯორჯია რო გეხსენებინა, თავის შტატს წარმოიდგენდა და არა საქართველოს რესპუბლიკას. უცნობა რასაც იძახის, ეს გამომდინარეობს მათი ფსიქოლოგიისაგან, ფსიქოლოგიიდან, აი როგორც აქ შესაძლებელია, რომ ერთი კაცის აკვიატებით რაღაცეები ხდებოდეს, მათ ასე მიაჩნიათ, რომ ეუთოში შემავალი ათობით ქვეყანა შეიძლება ჯო უილსონის აკვიატებით მოქმედებდეს. ეხლა ადამიანებს, რომელსაც ამის ისჯერათ, ამ ადამიანებს რაიმე უხსნა, სერიოზულად უკვე აზრი აღარ აქვს. არანაირი ერთი კაცის აკვიატებით ამდენი ქვეყანა, ამდენი ქვეყნის დეპუტატი პარლამენტარი განწყობილებას არ იღებს. ის არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება სრულიად სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯო უილსონი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი მთელი დასავლეთის სამყაროს. მაგრამ თვითონ შეუძლიათ ასე აკეთონ პოლიტიკა ერთი კაცის აკვიატებით და გონიათ, რომ მთელი მსოფლიო ასე გააკეთებს. რაც თავარია საქართველოში არის, ეს ხო შიგნით არის, ქვეყნის შიგნით არის მიმართული ეს პროპაგანდა. საქართველოში არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის ნორმალური, რომ ერთი კაცის აკვიატებით შეათ, ამიტომ ჯერათ. არ ვიცი რა პროცენტი არის, 15-20 ვერ გეტყვით, საკმაოდ დიდი პროცენტია ეს სხვათა შორის. ერისათვის, რომელსაც პრეტენზია გვაქვს ცივილიზებულობაზე და უძველეს ცივილიზაციაზე და აზროვნებაზე და განათლებაზე, მაგრამ გვაქვს. ჯამში, ბატონო ირაკლი, ევროპელი პოლიტიკოსების და პარტნიორების მიმართ ქართულ ოცნებას თქვენ იცით, რომ იქით აქვს ზღვა პრეტენზია და შენიშვნა არის დაფიქსირებასაც, არც ქვეყნის შიგნით ერიდებიან ქართული ოცნების ლიდერები და არც ქვეყნის გარეთ იმ პლატფორმებზე, რაზეც ხელი მიუწვდებათ, მაგალითად გუშინ შალვა პაპუაშვილმა მიიღო მონაწილეობა სერბეთში კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარების პირველ კონფერენციაში, რა ფორმატიც მათ შორის უკრაინული მხარის ინიციატივით ჩამოყალიბდა, რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა კონსულტაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ სტეფანჩუკთან, რომელმაც ეს იდეა გაგვაცნოდა ამ ფორმატის შექმნას მივესალმებიო, გუშინ თქვა შალვა პაპუაშვილმა, თუმცა ახლა არა ამ ახალ ფორმატზე, არამედ იმ მესიჯებზე მინდა გკითხოთ, რაც ამ ღონისძიებაზე და ამ კონფერენციაზე შალვა პაპუაშვილის მხრიდან მოვისმინეთ. მან თქვა, რომ ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები ან თავად ბრიუსელი დროდადრო ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ, რაც კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს, რადგან ეს წინაპირობები პოლიტიკურ შანტაჟს გავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. ამ კონტექსტში კი
შალო პაპუაშვილმა ევროკავშირს მოუწოდა სერიოზულად მიუდგეს მისავე მეტაფორას, რომ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. ევროკავშირმა თავი კომიკურ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენოს და ოროულისეული გამონათქვამი ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი რეალობად არ აქციოს, პროცედურები ყველას თანაბრად უნდა ეხებოდესო, ეს გზავნილიც შალო პაპუაშვილის მხრიდან მოვისმენთ. ახლა ქართული ოცნების პოლიტიკასა და პოზიციონირებაზე თქვენი პოზიცია გასაგებია, ამიტომ ახლა კითხავთ საქართველოსთან ურთიერთობაში თუ ეშლება რამე თავად ბრიუსელს. ანუ არის რამე, რაც ჩვენთან მიმართებაში თავად ევროკავშირის მხრიდან არ მოგწონთ და გიტოვებთ უსამართლობის განცდას. მრავალი წელია ევროკავშირს აქვს შესწავლები ქონდა წინა ხელისუფლების დროსაც, როცა თვალს უჭავდა და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე შესწავლები აქ ეხლაც. ჩვენ ვილაპარაკეთ ხო პირველ ნაწილში იმაზე, რომ რეზოლუციები, განცხადებები ამასაფერი არ წინ ვერ მიდის კონკრეტული ქმედებების თვალსაზრისით. ლაპარაკი ძველი კომუნისტური ლოზუნგია, რომელიც მე ნაციონალურ მოძრაობამ აიღო საქმე ლაპარაკის ნაცვლად. თუმცა მხოლოდ ეს შენიშვნა გაქვთ ბრიუსელის მისამართი და ეს იყო ყოველთვის ევროკავშირის პრობლემა, სხვათა შორის, იმიტომ რომ ევროკავშირი აერთიანებს მრავალ სახელმწიფოს და იქ გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ რთული მექანიზმი არსებობს. ამიტომ ხშირად გადაწყვეტილებები იგვიანებს ეს მარტო საგარეო პოლიტიკას და საქართველოს არ ეხება, შიგნით ევროკავშირსაც ეხება, რის გამოც ამ ქვეყანას პრობლემაა. როდესაც კონსენსუსის წესით 30-მდე სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს პრობლემა არის. ამით სარგებლობს საქართველო, ხო? პაპუაშვილი რასაც იძახის, კაიხანია ამას იძახიან და კაიხანია ეს არის ოცნება, ხო? ქართული ოცნების რომ ყოველგვარი პირობების გარეშე ევროკავშირმა უნდა მიგვიღოს. და იყო ძალიან საინტერესო ორი წლის წინ განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის და ძალიან მკაფიოდ იყო აქცენტები დასმული. ვაჭრობა არ იქნება, რომ ეს არ არის ბაზარი ამის რეგულირებებზე ვაჭრობას საქართველოსთან ევროკავშირი არ აპირებს. საქართველოს ხელისუფლების სურვილი რომ მოგვეცით სრული თავისუფლება ქვეყნის შიგნით ვაკეთოთ ის რაც გვინდა, მივიღოთ ანტიდემოკრატიული კანონები, ვზღუდოთ მედია, უკანონოდ ვაპატიბროთ ადამიანები ყოველ ევროკავშირმა ჩვენ უნდა მიგვიღოს. ეს პოზიცია იქნება ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს პოზიცია დარჩება ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და საქართველოს წყალებში არ ემუქრება ევროინტეგრაცია კაიხანი, სანამ ეს ადამიანები იქნებიან საქართველოს სათავეში. რამდენიმე წუთში ნატოს სამიტზეც კითხავთ, იქამდე კიდევ ერთი მე ვახსენე, რომ სერბეთში გამართულია იმ ახალი ფორმატის კონფერენციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი უკრაინაა, რასაკითხზეც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ ასევე კომუნიკაცია შედგა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძეს შორის და ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა მხოლოდ აი ამ ახალი ფორმატის კონფერენციის ორგანიზება არ იქნებოდა მათი საუბრის მთავარი თემატიკა. მაშინ რა საკითხები შეიძლება განიხილებოდეს კიევსა და თბილისს შორის ვისარგებლებ შემთხვევით და ამაზეც კითხავთ და მეორე მხრივ რას შეიძლება უკვე ნიშნავდეს ის, რომ ბოლო კომუნიკაციის შემდეგ ორთვეზე მეტი გავიდა და აღარც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადმოურეკავს ჩვენი ქვეყნის პირველ პირებსთან და აღარც ჩვენ გადაგვირეკავს უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ჩვენი პრობლემა ხანდახან არის ის, რომ არ გვესმის, რომ ავტორიტარულ ქვეყანაში ცხოვრობ, ავტორიტარულ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ასე. მართლმა ერთ დღეს ერთ ხასიათზე შეიძლება გაიღვიძოს და ერთი რაღაცა ერთი მიმართულებით გააკეთოს განცხადებები, მეორე დღეს მეორე ხასიათზე და მეორე მიმართულებით გააკეთოს განცხადებები. ანუ ქვეყნის პოლიტიკა არ არის დაფუძნებული რაღაცა მყარ ინსტიტუციურ საფუძვლებს, როდესაც შემუშავება ხდება ათობით ადამიანის მიერ, პარტიოდ ჩამოყალიბებული არის ინტერესები, ვექტორები და ასე შემდეგ. ერთი ადამიანის ნებაზეა ძალიან ბევრი რამ და ხასიათზე დამოკიდებული და თუ ამ ადამიანს ცვალებადი ხასიათი აქვს, ასე არის ბუნებრივად, შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ ზუსტად ის. დღეს რაღაცა მოგვეწონა და უკრაინასთან შეიძლება რაღაცა დავათქოთ, ხვალ რაღაცაზე გავბრაზდით და უკრაინას შეიძლება მოვუბრაზდეთ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ლოგიკა ვიპოვოთ იმაში, რასაც ლოგიკა არ არსებობს ხოლმე. ქართული ოცნებას ვერ გაურკვევია უკრაინის განაუდა და უკრაინასთან აუდა. ჰქონდათ ილუზია იმაზე, რომ 2022-ში რომ უკრაინა ძალიან მალე დამარცხდებოდა, ეს ილუზია დაიმსხვრა
ახლა ხედავენ რომ განსაკუთრებით ამ ბოლო 1 თვის მანძილზე უკრაინამ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია და სამხედრო მოქმედებების დროს ეხლა ფიქრობენ რომ რა ქრანდა როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ის მთელი რაღაცა წარმოსახვითი სქემა რომელიც იყო რომ უკრაინა დამარცხდება, დასავლეთ ამერიკა გაურიგდება, რუსეთს და პოსტსაბჭოთა სივრცეს დაუპოვებს, რუსეთის გავლენაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთის გავლენაში რჩება, მას არავინ დემოკრატიას არ მოწყობს და ბიძინა და ქართული ოცნება იქნება და იქნება, ახლა ეს სქემა დანგრეულია. ამ სქემაში მათ აინტერესებს სინამდვილეში ერთ-ერთი რამე. ქართული ოცნება იყოს და იყოს, თვითონ იყოს და იყო ხელისუფლებაში. რჩება საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში და აი ამ კონტექსტში მოდით უკვე ნატოს სამიტსაც შევეხოთ, რომელიც გუშინ გაიხსნა ანკარაში და დღესაც გრძელდება. კარგი სიტყვა ჰქონდა თავად ალიანსის გენერალ მდივანს მარკ რუტეს, ისე როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც სტუმრის სტატუსით დაესწრო და ესწრება ამ ღონისძიებას, თუმცა ამ სამიტს, თუმცა ახლა არა მათზე, არამედ ჩვენზე საქართველოზე მინდა გითხოთ, გუშინაც შეფასების საგანი იყო ის გარემოება, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში გაწერილ შეხვედრებსა თუ სადეულ აღშმებზე საქართველოს არ მიიწვიეს, მაშინ როცა თურქეთში იმყოფებიან სხვა არაწევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელი პირები. აი გითხარით თქვენი პოზიცია, რითი უნდა აიხსნას ეს და რა არის მიზეზები იმის, რომ ალიანსი მის სივრცეში, სადაც აი რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განეხილება, ვეღარ ხედავს საქართველოს ადგილს, არადა ეს იმ ფონზე, როდესაც შავ ზღვაზე ომია, საქართველოს კი, როგორც ანალიტიკოსებიც მუდმივად უსვამთ ხაზს, არის არა მარტო კავკასია, არამედ შავი ზღვაც და აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს კრავს. ნუ მარტივია, ხო, ამისი მიზეზი არის საქართველოს გაცხადებული პოზიცია. ჩვენ ამოვიღეთ ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებიდან. ამას არაერთაზროვნად აცხადებს ქართული ოცნება წლების განმავლობაში. ბუნებრივია თუ ჩვენი მიზანი არ არის ნატოს წევრობა და ნატოს და ალიანსის პარტნიორობა, მაშინ ჩვენ რა გვინდა სამიტზე. აფერი არ გვესაქმება ამ სამიტზე ჩვენ. ამიტომ რაღაცა გაკვირვება ჩვენი მხრიდან რომ უირატო არ მიგვიწევს და არ მიგვიწევს და არ გვიძოდა და ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკა, ყველაფერი გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ არასდროს არ მიგვიწევონ ნატოს არცეთ სამიტს. სწორია ეს თუ არასწორია, ეს ერთი თემა არის, მაგრამ დღეს ამაზე გაკვირვება რომ რატო არ გვიწევენ ნატოს სამიტზე არის სრულიად გაუგებარი. ხო, 7-8 წლის წინაც და 5 წლის წინაც კი მგონი ძნელი წარმოსადგენელი იქნებოდა, რომ თურქეთში სამიტი გამართულიყო ნატოსი და საქართველოს არ მიეწვია. განსაკუთრებით თურქეთში და თურქეთი იქნებოდა პირველი, ვინც ასე ვთქვათ, როგორც მასპინძელი ქვეყანა ამას გააკეთებდა, მაგრამ ეს არის ქართული ოცნების გაცხადებული პოზიცია. ქართული ოცნება აცხადებდა, რომ ნატო არის მახი. რო ჩვენ უნდათ რომ გამოვიყენონ ესე იგი რუსეთის წინააღმდეგ, რომ ჩვენ ამას არ დაუშვებთ ასე შემდეგ. ქართული ოცნება დღემდე აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის კურსი არ შეუცვლია. ჩვენ ამ განცხადებებს ვისმენთ დღევანდელ დღემდე ლიდერების. ხო, ფიცი წავს ბოლო მაკვირვებს, ხო, ეს კი არის ქართული ანდაზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ ენებში რაღაცა მსგავსი იქნება. ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის კურსი არ შეუძლია, შეიძლება აცხადოს, მაგრამ ევროინტეგრაცია ეს არ ნიშნავს ნატოს. ნატო იყო ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს ატლანტიკური დამატება იყო სწორედ ნატო თვალსაჩინო. ევროატლანტიკურ საერთოდ აღარ იყენებს ქართული ოცნება, იყენებს მხოლოდ ევროპული ინტეგრაციას. ატლანტიკური ორგანიზაცია ხდება, ხო, North Atlantic. ამიტომ აქედან გამომდინარე, რაღაცა გაკვირვების წარმოთქმა გამოხატვა ამასთან დაკავშირებით, რატომ საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილიც, მე მგონი ბედნიერი იქნება. სხვაჩვენს რადო ირაკლი რიგი ანალიტიკოსი იმასაც კი ამბობს, რომ საქართველოს ნატოს თურქეთის სამიტიდან იგნორირებულია იმიტომაც, რომ არ ვიცი, წევრმა ქვეყნებმა არ იციან რა ინფორმაციას ჩაიტანიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთში. აი ანკარაში ჩვენი არ დაპატიჟების პრობლემის ამ ჭრილში დანახვა და ასე ვთქვათ ამ პრობლემის ასე დახურდავება რამდენად სწორი გონიათ ესეც ვთქვათ. ჩემი აზრით გადამეტებული არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა გამონათქვამები აბსოლუტურად ლოგიკურად შეიძლება აღიქვან დასავლეთის ქვეყნების ნაწილში მაინც
განსაკუთრებით ესახება ბალტიისპირას პრობლემებს, მძიმე ურთიერთობა აქვს. მძიმე მემკვიდრეობა აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და რუსეთთან ურთიერთობა. ამიტომ ეს განცხადებები შეიძლება ასე იქნას საფრთხილო საერთოდ მიმაჩნია, რომ საქართველოს ბევრი ხელისუფლება ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრად უფრო მეტ საფუძვებს თავისი სიტყვით, ვიდრე საქმით. ის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ძალიან ხშირად სამწუხაროდ ემთხვევა რუსი ზედ პროპაგანდისტების, სოლოვიოების და სხვების რიტორიკას, ხო, რა თქმა უნდა, დასავლეთში უქმნის დასავლეთში პოლიტიკოსებს უქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს ხალხი რომ მივიწვიოთ, მერე მართლა შეიძლება აღმოჩნდნენ რუსების ტროასხენი აი ამ ჩვენს ევროსტრუქტურებში. და თუ ეს გაგრძელდა საკადიდი ხანი, ხო, მით უფრო მეტად გაგრძელდება გაიზრდება გაუწყობება დასავლელი პოლიტიკოსებისა საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ისინი უყურებენ, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც სიტყვას არ იღებს რუსეთზე, რომელსაც აქვს ტერიტორიების 20% ოკუპირებული და ყოველდღიურ ლანდშაფტში ქვეყნებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს ფინანსური პოლიტიკურადაც ქართული სახელმწიფოს არსებობისათვის. რამდენიმე წუთი კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს დავუთმოთ და ახლა უკვე გითხარით, როგორ უყურებთ ანაკლიის სპორტის მშენებლობის პერსპექტივას, ისე როგორ აფასებთ მთავრობაში მიღებულ ახლო გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ შეიცვალოს სპორტის აშენების მოდელი. ამჯერად ხელისუფლება ფიქრობს, რომ ნავსადგური აშენდეს ლენდ-ლორდის მოდელით, რომელთაც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მისაკუთრე და მის განვითარება მართვას თავად უზრუნველყოფს. აი რა სიტყვით გამოდის, რომ პროექტიდან ხდება, ასე ვთქვათ, ჩინელი ინვესტორების ჩახსნა, ხო, წყდება მათთან მოლაპარაკებები. ეს რამდენად კარგი ამბავია, იმიტომ რომ ამ პორტის ჩინური ინვესტიციებით აშენების გაწყვეტილება აქამდე, როგორც ამას ვხედავდით და ვისმენდით, კრიტიკულად ფასდებოდა. ჩემი აზრით, ანაკლიის სპორტის მშენებლობის პერიპეტიები ეს არის მთელი კასკადი შესწავლისა დაშვებული ქართული ოცნების მხრიდან მოყოლებული კვირიკაშვილის სწავლობიდან. და ეხლა რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ჩემი აზრით, იმითი რომ მან გადაწყვიტა დაეტოვებინა პორტის ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს საკუთრებაში, შეიძლება ეს იყოს მცდელობა იმისა, რომ აი ამ პორტის გეოპოლიტიკური დაპირისპირება, პორტის აშენების იდეის გეოპოლიტიკური დაპირისპირების მდგომარეობიდან გამოყვანს, რომ აი ჩინეთის იქნება დასავლეთ წარმოეწონა, დასავლეთის იქნება ჩინეთს წარმოეწონა. ამიტომ ამოიღო ზევით. და თქვა, რომ ჩემი იქნება რა და მოდი ყველა მივაჭოთ, მაგრამ თავარი პრობლემა, რომელიც არის ამ პორტთან დაკავშირებით და რატომაც ამაზე არავის ხმას არ ეკეთებს, ეს არის ტვირთების დასაბუთებულობის პრობლემა. ეს პრობლემა სულით ამ პორტთან დაკავშირებით. იდგა 10 წლის წინ. ანუ შენ რო პორტს აშენებ, შენ აქ რო ინვესტორი შემოიყვანო, შენ უნდა გქონდეს დასაბუთებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი. ეს დოკუმენტი არ არსებობს. გინდა სახელმწიფო მოაშენოს, გინდა კერძო ინვესტორი. იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი, იმ სიმძლავრეებზე, რაც იყო პორტი დათვლილი, ამის საკმარისი ტვირთების დასაბუთება არ არსებობს. სხვილი გადამზიდავები, მაგალითად, მაერს კი უფრო იყო დაინტერესებული ფლოტის სპორტის საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარებით, ვიდრე ანაკლით. ამიტომ პრობლემა ძალიან ბევრია. ახლა მე არა ვარ ამისი სპეციალისტი, რომ ასე ჩავიხედო, უბრალოდ მე მივანიშნებ იმ პრობლემებზე, რაც ვიცი. მთავარი პრობლემა არის ეს ტვირთების დასაბუთება. რა თქმა უნდა, 10 წლის წინანდელთან შედარებით მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ მე არ მინახავს არც ერთი დოკუმენტი და ამის შესახებ არც გაჟღერებულა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს. არც ერთი ბანკი არ ჩადებს ფულს, არც ერთი ინვესტორი ფულს არ ჩადებს, თუ არ იქნა დასაბუთება ამ პორტის მომგებიანობის. ეს არის გასაკეთებელი. გინდა სახელმწიფო მოაშენოს, გინდა კერძო ინვესტორი. ეს არის გასაკეთებელი კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირველ რიგში და ამ პორტის აშენების არა გეოპოლიტიკურ და ასპექტებზე უნდა იყოს უდიდოდ ლაპარაკი, არამედ ეკონომიკურ ასპექტებზე პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ. ბევრი დრო არ დაგვრჩა, თუმცა ბოლოს მინდა რომ ცოტა დრო ოპოზიციასაც დაუთმოთ და მოდით გვითხარით თქვენი
შეფასებით როგორ გამოიყურება დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი, რა წონა აქვს ველზე დღეისთვის არსებულ პარტიებს და აი მოდით ყველაზე ერთად კითხავთ ოპოზიციურ ალიანსზე რას ფიქრობთ ნაციონალურ მოძრაობაში და იქ მიმდინარე განხილვის პროცესზე ლელოზე გახარიას პარტიაზე ანუ რამდენად აქვთ უბრალოდ ამ ძალებს თქვენი აზრით რესურსი იმისა რომ ქართული ოცნება შეცვალონ და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობაზეც და იქ მიმდინარე ასე ვთქვათ, განახლების პროცესზეც გავაკეთებ აქცენტს და რატომ? აი თქვენ ამას წინათ დაწერეთ სოციალურ ქსელში, რომ ნაციონალური მოძრაობაც ისეთივე ავტორიტარული ორგანიზაცია გონიათ, როგორც ეს არის ქართული ოცნება, ვინაიდან იქაც და აქაც ბელადები არიანო, ეს არის თქვენი შეფასება, თქვენი პოსტი მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მხარს უჭერს ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას, თუმცა თავად პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მის აზრს გამოხატავს, ხოლოდ არავის ახвებს ამ აზრს თავს და მასაც ისევე ერთი ხმა აქვს, როგორც პარტიის ყველა სხვა დანარჩენ წევრს. აი რატომ არ არის თქვენთვის დამაჯერებელი ის, რასაც ვისმენთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან და რატომ იწვევს ეჭვს, რომ პარტიის თავმჯდომარე რეალურად მართლაც ყრილობაზე აირჩიონ ხმათა უმრავლესობით. ნეტა თვითონ თუ ჯერათ რასაც ლაპარაკობენ პარტიის ის წევრები, რომლებიც ვიმე მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავს. რომელ ქვეყანაში და საწარმოუდგენიათ რომ პარტიის არადიგით საერთო პარტიის წევრიც არ არის დღეს სააკაშვილი ისე რამე რო იყოს. სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არა აქ პარტიის საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრობის უფლება, პარტიის წევრი არ არის და პარტიის წევრი ხსნის და თავისუფლებს თავმჯდომარეებს, ხო? ხანმოვანებიდან და პარტიის თავმჯდომარე საერთოდ პოსტებიდან იღებს, Facebook პოსტებიდან იღებს, რომ თურმე ეს აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ეხლა ამის შემდეგ როდესაც მელაპარაკებიან, რომ ერთი კაცის აზრს გამოხატავს და არ არის მეთქი პარტიის წევრი, ფორმალურად მაინც ეს კაცი. და როგორ არის ერთი კაცის აზრი? არა პარტიის წევრის აზრზე, მაშინ რატო არის ამდენი ამბავი ატეხილი, ხო? ყველა მიცის, რომ ეს არ არის ერთი კაცის აზრი. რომ ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილი რასაც უწევს მაგ პარტიაში ესე იქნება. არაფორმალური მმართველობა, რომ ერთი მხრივ არის ქართული ოცნებაში, იქ რაღაცის ფორმალიზება მაინც გააკეთეს საპატიო თავმჯდომარე დაარქვეს, ხო ივანიშვილს მიხვდა, რომ ძალიან აღარ გამოდიოდა ისე მარტო. აქ საერთოდ პარტიის წევრი აღარ არის ფორმალურად და მაინც ის არის მმართველი პარტიის. ანუ შენ როდესაც წლები გახვირი ხარ, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და შენ თვითონ იგივე გაქვს. ამას ყველა ხედავს. როდესაც შენი პარტიის თავმჯდომარე Facebook-იდან იღებს, რომ ის აღარ იქნება თავმჯდომარე, ორითი განსხვავდები შენ მენტალურად ქართული ოცნებისაგან. ორივე არის ავტორიტარული ტიპის პარტია და ვერანაირი ალტერნატივა, იმიტომ ვერ ყალიბდება ოპოზიცია, ალიანსის სახელით ვიძახი, იმიტომ რომ სანამ ალიანსში იქნება ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი არ დაუშვებს რომელიმე ძლიერი ლიდერის გამოკვეთას, მისი ფიგურა უნდა იყოს. მართლა მიშა ბიძინაზე ხაზ დღეს ქართული პოლიტიკა და მაშინ რატომ ვერ გასცდა ქართული პოლიტიკა ამ მიშა ბიძინას მასშტაბებს და მიშა ბიძინას უნდა რომ ქართული პოლიტიკა იდგას მიშა ბიძინას. აი სულ ლაპარაკობ ამაზე ბოლო ხანებში. მივდადით აბა ამ ბურჭულაძეს პროცესზე. ან ნებისმიერი სხვა პოლიტპატიმრის და ეცადეთ რომ გადაიღოთ ეს და მერე გამოაქვეყნოთ. აი ადვოკატმა დადოს ტელეფონი გადაიღოს თავისი ასე ვთქვათ დაცვის ობიექტის სიტყვა. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ეძლევა თავისუფლება რომ საკუთარი პოზიციები დღეში რამდენჯერმეც კი გააჩნოს საზოგადოებას. აი რატომ ამ კუთხით რა იწევს? მე ვფიქრობ, მე ლოგიკურ დასკვნას, ჩემი აზრით ლოგიკურ, იმიტომ რომ მისი პოზიცია აწყობს ხელისუფლებას. მაგრამ მისი აქტუალიზება მუდმივად აწყობს ხელისუფლებას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში არის კაცი, რომ არ დაუშვებს არანაირ ერთობას და არანაირ გაძლიერებას, თუ ამ ერთობის სათავეში ყველა არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილს. ეთილი და ბოლოს ის ნაციონალური მოძრაობა და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი, აი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ამ დროისთვის მაინც ყველაზე რეალურ კანდიდატად მოიაზრება, ამბობს, რომ პარტიის პოლიტიკური ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა. აი პრემიერად მიშა ეს მიდგომა თქვენი აზრით პარტიას გააძლიერებს და საზოგადოების ნდობას დაუბრუნებს თუ პირიქით ეს მიდგომა
არ ვიცი, ამორჩევლებს დააფრთხობს და ასე ვთქვათ გააქცევს. ეს განცხადებები ჯერ ესეთი პირველ რიგში მიუთითებს იმაზე თუ ეს ადამიანები როგორ უყურებენ კონსტიტუციას, კანონებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. ვერანაირად ის ვერ უნდა იყოს ვერაფრის კანდიდატი. როგორც პარტიის ლიდერობის, მაგრამ ეს ადამიანები აჩვენებენ, რომ ისაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, სადაც დღესაც რაც ხდება, ხო? კანონი მხოლოდ არის იმის საშუალება, რომ ჩემი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები გავატარო. რაც არ უნდა ელაპარაკოს ნანუკა ჟურჟულიარმა, ყველა ხდება ერთ რამეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთზე ვერ ძლებს, ვერ უგებს ივანიშვილს. ეს მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული, ეს არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი. და ამ ივანიშვილის გამარჯვების მოდელი და რახან ივანიშვილის გამარჯვების მოდელია, იმიტომ არის გახსნილი ყველა საინფორმაციო საშუალება და მათ შორის კანონის დარღვევით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ნებისმიერი ადვოკატი დაკარგავდა ადვოკატურის საქმიანობის უფლებას, ის რომ გაეკეთებინა, რასაც აკეთებს სააკაშვილის ადვოკატი მაგალითად. მადლობა ბატონ ირაკლი, სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე. ირაკლი მელაშვილს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ მუხსად ციკლაური შემოგვერთება, ასე რომ დაგვავდეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ ციკლაური იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ნუგზარ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ ნუგზარ, ეუთო საკონტო ასამბლეის სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას უნდა უყარონ კენჭი, ამიტომ მოდით დავიწყოთ ამით და გვითხარით რას ელოდებით დღეს ჰააგაში და ჰააგიდან. თავად ქართული ოცნების შეფასებით საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება, ამიტომ ის რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეუთო საკონტო ასამბლეა აკეთებს, თავად მის მიმართ ნდობას და რეპუტაციას აზიანებს. ხა ეჭვი არ მეპარება რომ თქვენ განსხვავებულად ფიქრობთ, ამიტომ ასე გკითხავთ, აი რა გავლენას ახდენს ამდენი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მომზადებული ამდენი კრიტიკული რეზოლუცია ქართული ოცნების პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ანუ ჯამურად მართველი პარტიის პოზიციები თქვენი შეფასებით სუსტდება, თუ ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ისევ ურყევად დგას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეუთო იყო ის ორგანიზაცია, რომლის ყველაზე დიდი იმედი ჰქონდა ქართულ ოცნებას და როდესაც იყო კრიტიკული რეზოლუციები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროკავშირის ცალკეული ლიდერების, ხელმძღვანელების, სხვადასხვა ქვეყნების ქართული ოცნება ყოველთვის აპელირებდა, რომ აი არსებობს ეუთო, არსებობს მისი ეს ეუთო ოდირის დასკვნა თითქოს და რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი არ არსებობს და ასე შემდეგ. მოკლედ ეუთო იყო უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც ეიმედებოდა ქართულ ოცნებას საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ ახლა ვხედავთ ამ რეზოლუციას უკვე გამოქვეყნდა ტექსტი, როგორი იქნება ეს რეზოლუცია, საბოლოო რეზოლუცია შევა საქართველოს ნაწილი და იქ შეიძლება ვთქვათ, რომ პირდაპირ არის ყველაფერზე ლაპარაკი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ამ ეთერებში, მათ შორის იმაზე, რომ არჩევნები იყო უხეში ზეწოლის ქვეშ ჩატარებული, როგორც 2024-ის, ასევე 2025 წლის და ასევე იქ ძალიან მნიშვნელოვანია საუბარია, რომ ყოველი შემდგომი არჩევნებიც არ ჩაითვლება ლეგიტიმურად, თუ მას არ ექნა კვალიფიციური დასკვნა სწორედ ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენელთა მხრიდან. ამ რეზოლუციაში ასევე საუბარი არის იმაზე, რომ დაკავებულები არიან პოლიტიკური ლიდერები, რომ მათი გამოშვება აუცილებელი, ლაპარაკი არის იმ კანონებზე, ადმინისტრაციულ კანონებზე, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, პრაქტიკულად მთელი სპექტრი არის მოცული ახლა ეუთოს ამ რეზოლუციით. ასევე ერთ რემარკას გავაკეთებდი კიდევ, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელების მიერ არის ინიცირებული, სპონსორებული ეს
რეზოლუცია და ამერიკელების თუ უშუალოდ ჯო უილსონის, იმიტომ რომ აი სწორედ ჯო უილსონის ფაქტორის გათვალისწინებით ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ აი ეს EUTHOS მთელი საპარლამენტო ასამბლეა დადის ერთი კაცის ჭკუაზე. ეს არის რაღაცა პრიმიტიულობის ისეთი დონე, ანდა ჩვენი მოქალაქეებისადმი თვალის ახვევის ნაცრის შეყრის ისეთი დონე, რომ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა მინდორში ერთი მებრძოლი ჯო უილსონი დადის, მთელი ამერიკა მის წინააღმდეგი არის, მაგრამ მაინც ის იღებს რეზოლუციებს, მაინც სენატი და კონგრესი არიან კონსოლიდირებულები იმ გარემოებების გარშემო, რაც საქართველოში ხდება. რა თქმა უნდა, ეს არის ამერიკელების მიერ შემოტანილი რეზოლუცია და მას უჭერს მხარს ევროპის ქვეყნები. საერთოდ ჯო უილსონზე რახან ჩამოვარდა ლაპარაკი. ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელმაც 1991 წელს, როდესაც აქ გამოვაცხადეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, იმ დროინდელ სამხრეთ კაროლინის სენატში მიიღო რეზოლუცია საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. ეს არის რამდენიმე 10 წლეულის პრინციპული მებრძოლი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ის რომ ქართული ოცნება სწორედ ასეთ ლეგენდარულ კაცს უპირისპირდება, კარგად მეტყველებს სად არის ქართული ოცნება და სად არის ჯო უილსონი. საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხი რომ შევაჯამოთ, ხა თქვენ თქვით რომ EUTHO ეს იყო ბოლო ბასტიონი ქართული ოცნებისთვის, თუმცა აღმოჩნდა რომ მათი გზებიც გაიყო. აი EUTHO-s სახით ასე ვთქვათ უკანასკნელი პოლიტიკური მეგობრები დაკარგვა დასავლურ სივრცეში, რა პრობლემების წინაშე აყენებს ქართული ოცნებას? ანუ ამით რა იცვლება საქართველოს ხელისუფლებისთვის? იცით რა არის, ქართული ოცნების ამოცანა არის, რომ დაგვარწმუნოს თითქოს მისი პოლიტიკა არის მულტივექტორული. აი ეს ფრაზა გაჩნდა ახლა მათ პოლიტიკურ ლექსიკონში, რომ ჩვენ გვაქვს მულტივექტორული პოლიტიკა, რომ ვითომდაც ეს რას გულისხმობს ახლა, ხო? კი დადიან ყირგიზეთში, თურქმენეთში, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან აქვს კავშირები, არ ვიცი, აღმოსავლურ დესპოტიებთან მეგობრობენ, მაგრამ თან გვაპარებენ იმაზრს, რომ აქ კი დავდივართ, მაგრამ თან ევროპასთანაც გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები. აი ეს ბლეფი, აი ეს საპნის ბუშტი, თითქოს და მათ აქვს რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა, ხო, აი ეს კდება, როდესაც ასეთი რეზოლუციები მიიღება, როდესაც ასეთი მტკიცე და პრინციპული არის ევროპული საზოგადოების და ზოგადად დემოკრატიული სამყაროს პოზიცია და სწორედ აი ეს რაღაცა პოლიტიკური ფარსი აღარ იყიდება შემდეგ ქართული ოცნების და რჩება რაღაც მოკლევადიან სატყუარად ქართული ხალხისათვის, რომ მოაჩვენონ თითქოს და არაფერი ცუდი არ ხდება. აი ახლაც ხო ნახეთ, სტამბულში იმართება ნატოს შეკრება, მათ შორის საუბარი არის შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს, რომელიც არის მომიჯნავე შავი ზღვის, საერთოდ არ არის მიწვეული აი ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე. და ნახეთ აი რატო ვამბობ, პარალელურად რაღაცა ევროპაში ასპირაციის მოსურნე ქვეყანათა რაღაც კონფერენცია მოიგონეს. იქითკენ რაღაც NGO სექტორის, ანკარაში არის NGO სექტორის შეხვედრა და იქ ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი. აი ეს არის რომ საინფორმაციო ველი წაიღოს, თითქოს და ისინი ვინმეს ხვდებიან, თითქოს ვინმესთან კავშირები აქვს. სინამდვილეში ეს რეზოლუციაც ისევე როგორც სხვა ყველა ადრე გამოცემული რეზოლუცია კარგად მეტყველებს სრულ იზოლაციაზე, რომელიც ქართული ოცნების ხელში საქართველოს ელოდება. კეთილი, აი ნატოს სამიტი ახსენეთ, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გუშინ გაიხსნა და ხა რამდენიმე წუთი ამ თემას დაუთმოთ ოპოზიციურ სპექსსა თუ ანალიტიკურ წრეებში გვესმის ის რაც თქვენ აღნიშნეთ და აფიქსირეთ, რომ დღეს საქართველოც უნდა იყოს თურქეთში, თუმცა ეს ასე არ არის, ამიტომ ახლა მიზეზებზეც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია. აი რა გზავნილია მართლაც ალიანსის მხრიდან და რას გვეუბნება ნატო იმით, რომ საქართველოს ადგილს ვეღარ ხედავს აი იმ სივრცეში და იმ სამუშაო მაგიდასთან, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. რომ საქართველოს არ არის სანდო პარტნიორი, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დღეს არის საქართველოში, არ წარმოადგენს მოკავშირეს ევროატლანტიკური ბლოკისათვის, სადაც შედის აბსოლუტურად ყველა ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროპული საზოგადოება, ჩვენ თურქეთიც, რომელიც ასევე არის ნატოს წევრი. აი მათთვის საქართველოს ანტიდემოკრატიული ხელისუფლება არ წარმოადგენს მოკავშირეს და არც აქვს არანაირი სურვილი განიხილონ ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება აი ამ რეჟიმების ხელში აღმოჩნდეს, გულისხმობ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და რუსეთის მთავრობას. ამიტომ არ იწევენ საქართველოს და ყოველთვის გასაგები არის, რომ
ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ოპოზიციას აპატიმრებს და რომელიც დრაკონულ კანონებს ტროტუარზე დგომისათვის აწესებს თავისუფალი მოქალაქეების მიმართ, არ შეიძლება იყოს ისეთი სივრცის ნაწილი. ნატო არის რა თქმა უნდა სამხედრო ბლოკი, მაგრამ ეს ასევე არის ღირებულებებზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ბლოკი. როდესაც ჩვენ არც ერთი არ ახარ და როდესაც მეგობრობ, რა ვიცი, თურქმენეთთან მხოლოდ და მხოლოდ და ტაჯიკეთთან და ყირგიზეთთან, ხო, გასაგები არის, რომ დისტანცირება ხდება ცივილიზებული სამყაროსგან ქართული ოცნების. კეთილი ანკარიდან ანაკლიაში გადმოვინაცვლოთ და ახლა რამდენიმე წუთი იმ პორტთან დაკავშირებულ საკითხსაც დავუთმოთ, რომლის მნიშვნელობასაც ბევრი წელია გვესმის საუბარი, თუმცა შედეგი ვერ დადგა, პორტი ვერ აშენდა, მეტიც როგორც ცნობილი ხდება, კიდევ ერთხელ იცვლება მოდელი, რითაც სახელმწიფო პორტის მშენებლობას განახორციელებს, რაც შეეხება იმას, როდის მიიღებს პორტი პირველ გემებს, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით ეს 2029 წელს მოხდება, თუმცა ამის ნაკლებად სჯერათ რიგ ოპოზიციურ პარტიაში, სადაც ამტკიცებენ, რომ არანაირი პორტი ქართული ოცნების პირობებში არ იქნება. ანაკლის პორტი მაგალითია, როგორ აქცია ხელისუფლებამ ეროვნული პროექტით ტყუილების აქციან კასკადად გვაქვს მარტივი მოცემულობა, ერთი ხელისუფლება, სამი განსხვავებული მოდელი და ერთი შედეგი გაჩერებული ანაკლია, მაგალითად ლელოში გაკეთდა ეს განცხადება. თქვენ რას გეუბნებათ ეს რიცხვებიც და ის პერიპეტიებიც, რასაც ახალი ტერმინი, ნახეთ ხო ალბათ. ლენდლორდი, რომ ჩვენ ვართ ახლა ვითომ ამ და მანამდე ვინ იყო დიდ ბოდიშვით ხო ანაკლის ლენდლორდი. საქართველოს არ იყო ისე და საქართველოს არ ფლობდა მასე ყველანაირ უფლებებს და მათი გადაწყვეტილებები არ იყო მართლა როდესაც თქო ეს ჯერ ეს კონსორციუმი მე რაღაც ჩინეთის მხარეს გადასცეს 2012 წელს იქ უკვე დაწყებული იყო პირველი სამუშაოები. კალენდარზე არის 2026 წელი, 14 წელი გავიდა. მას შემდეგ და შარშან რო ვიყავი ანაკლიაში, ზუსტად ისეთი მდგომარეობაა და უკუსლა არის, ვიდრე იყო 2012 წელს. ამიტომ ეს არის სრული ბლეფი, ისი გამკეთებლები არიან. გუშინ თქვენ ნახეთ რა თბილისის აეროპორტი ჩაბნელებული, რომელშიც ჩამოდის წვიმა და გზავრები არიან გარეთ გამოყრილები და ელექტროენერგია არ არის. აი ეს არის ჩაბნელებული აეროპორტი, სადაც ჩამოდის წყალი, დატბორილი აეროპორტი არის ივანიშვილის რეჟიმის სიმბოლო. არაფერს არ გააკეთებენ, რა თქმა უნდა და ეს ახალი ბლეფიც ახლა იმისთვის უნდათ, რომ დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რაც განვითარდება მსოფლიოში. ვისკენ გადაიხრება საბოლოო ჯამში გამარჯვების სასწორი უკრაინასა და რუსეთს შორის. ქართული ოცნება ახლა ვაჭრობს გეოგრაფიით. ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს. აი არსებობენ ხო რაღაც რეჟიმები, რომელთაც აქვს ნავთობი და ამიტომ მათი დემოკრატიისადმი თვალებს ხუჭავენ დასავლელი პარტნიორები. ასეთი არის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც, რომელსაც აქვს უნიკალური ურთიერთობები თურქეთთან, აქვს ეს დიდი ნავთობის და გაზის მარაგები და ამიტომ მათ დემოკრატია და ხალხიც ახლა მაინც და მაინც თავს არ იკლავს დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს უნდა აი ამ რახან ნავთობი არ გვაქვს, რახან სხვა ასეთი წიაღისეული დიდი რაოდენობით არ გვაქვს, ეს სატრანსპორტო გზა ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი შავ ზღვასთან სანაპიროს ყოფნა ჩვენი სახელმწიფოსი გადააქციოს სწორედ ასეთ ფაქტორად. ისინი ეუბნებიან ახლა დასავლეთს, რომ სხვა გზა ხო შენ არა გაქვს რომ გაიარონ სიმტვირთემა რაც მოდის აღმოსავლეთიდან ევროპისაკენ. ეს არის ყველაზე კარგი გზა და ამიტომ თვალი დახუჭე იმაზე რომ მელია დაპატიმრებულია, რომელიმე ხოშტარია იტანჯება ტკივილებისაგან. თვალი დახუჭე იმაზეც რომ ხვალდაზე შეიძლება კიდევ ათეულობით ლიდერი დაიჭირო, რომ ციხეში შედან პოეტები, მსახიობები, ზვიად რატიანი, ჩემი ახლო მეგობარი და კიდევ ბევრი და ბევრი ადამიანი. ამაზე დახუჭე თვალი და საქართველოს, მაგრამ აქ არის დიდი სტრატეგიული შეცდომა. იმიტომ რომ საქართველოს არ არის ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზა დავარქვათ გნებად, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთს. ის რაც ხდება ახლა ზანგეზურის დერეფანთან, ის რაც ტრამპის ჩართულობა ამ მარშრუტისათვის პირდაპირ ტრამპის სახელის დარქმევა კარგად მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს კიდევ სხვა გზაც და მეორეც თუ სხვაგან არ ვიცი ყველას დიდ პატივს ვცემ, ყველა ერთ თუ სხვაგან შეიძლება დემოკრატიისადმი მისწრაფება ისეთი ცხოველი არ იყოს, საქართველოში ხალხს სურს ევროპული ღირებულებები. საქართველოს სურს ქრისტიანული ევროპული ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს თავისუფალ სამყაროსთან. ჩაკითხვა ისევ ანაკლის პორტთან დაკავშირებულ პროექტთან მიმართებაში და დაგემშვიდობებით, აი თქვენ თქვით, რომ ქართული ოცნება ვაჭრობს გეოგრაფიით, თუმცა მე მინდა
კითხოთ რუსეთის კვალს და როლსაც თუ ხედავთ ამ ამბავში და რატომ მინდა ამ კითხვის დასვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ასპექტში და თქვენ მოისმენთ შესაბამის განცხადებებს გვესმის რომ ანაკლის სპორტის აი სწორედ ლენდლორდის მოდელით განხორციელების გაწყვეტილებაში რუსეთის ხელი უნდაერიოს და რეალურად ეს უნდა იყოს სწორედ მოსკოვის დღის წესრიგის ნაწილი და არა ქართული ოცნების. იცით სავსებით შესაძლებელია, შესაძლოა რუსეთს არ ვიცი მართლაც არ მოსწონდეს ანაკლის სპორტის პროექტი, მაგრამ აი რა კავშირი შეიძლება ქონდეს ოკუპად ქვეყანას უკვე თავრობის საქართველოს თავრობის სახელით მიღებულ გადაწყვეტილებასთან. რა კავშირი შეიძლება ქონდეს სოჩთან ახლოს ააშენეს რუსებმა ანალოგიური პორტი, ზუსტად ამისთვის იყო ისიც განკუთვნილი, რომ ჩინეთიდან და ზოგადად აზიიდან წამოსული ტვირთები გასულიყო აი ამ პორტის მეშვეობით, ნებისმიერი ახალი პორტი, რომელიც შეიძლება აშენდეს საქართველოში, ეს რა თქმა უნდა შემაწუხებელი არის რუსეთისათვის. იმიტომ რომ კაცმა არ იცის საბოლოო ჯამში რა მოხდება ზანგეზურზე, იქ ირანის ფაქტორი არის. რუსეთს სურს რომ დარჩეს მონოპოლისტად აი ამ დიდი გზის და რა თქმა უნდა ანაკლი აქვს ყოველთვის მტრობდა რუსეთი და მომავალშიც იქნება ანაკლის და ნებისმიერი ალტერნატიული მარშრუტის ის. ამიტომ არის რომ ჩვენ დრო გჭირდებოდა რომ სწრაფად გაკეთებულიყო ეს ისეთი ტემპები ყოფილიყო რომელიც ფაქტის წინაშე დააყენება, მაგრამ ახლა ხო ხედავთ იმ დატბორილზე რამის ღრმატყლოვანი პორტის თბილისში გადმოიტანონ, იმიტომ რომ ნებისმიერ წვიმის შემდეგ თბილისი ისეა დატბორილი რომ შეიძლება გემებმაც მართლა გაიარონ. გადმოგზარდა ამოიწურა ფაქტობრივად ჩვენი დრო, თუმცა ელენე ხოშტარი ახსენეთ რამდენიმე წუთის წინ, რომელიც თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია და ვისარგებლებ შემთხვევით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩაგკითხებით. როგორც ვიცით, ის რამდენიმე დღეა არის მოთავსებული შესაბამისად იქ გაიწერა მისი მკურნალობის სქემა და დაიწყო შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდება, ამიტომ გითხარით როგორ არის მოკლედ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიმოწოდება ბოლოს უკეთ არის მის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ექიმები ასევე ის ექიმები, რომლებიც ჩვენ პარტიას წარმოადგენენ და ეხლა აკვირდებიან აი ამ პროცესს გააკეთებენ ცალკე განცხადებას. თქვენი ნებართვით ერთი რამის თქმა მინდა, სულ რამდენიმე დღის წინ იყო 6 ივლისი, ეს არის საშინელი თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც მოხდა რამდენიმე წლის წინ და მათ შორის იცით რომ აი მცემის შედეგად მოჰყვა ამას ლექსო ლაშქარავას სიკვდილი. მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაშინ იყო ახლა გამოსული. იმ ბრძოლის სულისკვეთება არის დღესაც საქართველოში და ამიტომ ჟურნალისტებს ხშირად გამოუცხადებიათ სოლიდარობა პოლიტიკური პატიმრებისათვის და დამცირებულებისთვის და შეურაცხყოფილებისათვის და მინდა რომ ქართულმა ჟურნალისტურმა საზოგადოებამ მიიღოს ჩემი სოლიდარობაც იმ დღის გამო და იმ ბრძოლის გამო, რომელსაც დღესაც ეწევა. მადლობა ბატონო სასწაულისთვის. დღეს აქ დავასრულოთ. დღეს ნიუსრუმი დასრულებულია. ნუგზარ ციკლაურსაც შესაბამისად ვემშვიდობებით. ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.